ეთერში შემოგვიერთით, გამოტოვეთ რა თქმა უნდა ძალიან საინტერესო ეტალონის პირველი ტური, მაგრამ არა უშავს. წინ არანაკლებ საინტერესო ნახევარფინალი და ფინალი გელით. ნახევარფინალში ერთმანეთს შეეჯიბრებიან. ქვრივიშვილი სანდრო, კასპი, იობიძე თინათინი, ქუთაისი, კაკოიშვილი დავითი, თერჯოლა, სისოშვილი გვანცა, ველიციხე, ტუნაძე გიორგი, ჩოხატაური, კახოიძე მაგდა, ახმეტა. გამარჯვებულ მოსავლეს გადაცემის ბოლოს სუპერ თამაში სტიპენდიის გაორმაგების რეალური შანსი ეძლევა. გამარჯვებულს დაეთმობა ნახევარი წუთის საეთერო დროც და ამ სტუდიაში მისი პირველი საჯარო გამოსვლა შედგება. დღევანდელი გადაცემის გამარჯვებულს ეტალონის მანტიას ჩვენი გადაცემის საპატიო სტუმრები მოასხამენ. საპატიო სტუმრები, რომლებიც ამ მისიას ნამდვილად იმსახურებენ. თუ ვინ არიან ჩვენი გადაცემის საპატიო სტუმრები, ამას სულ მოკლე ხანში შეიტყოთ. მანამდე კი ყურადღებით. მეორე ტური იწყება. და სანამ მეორე ტურის პირველ შეკითხვას დავსვამდე, აქვე სიამოვნებით აღნიშნავ, რომ ყველაზე ეროვნულ მედია პროექტს მხარში, საქართველოსა და მის მომავალზე, მოსავლე ახალგაზრდობასა და სტუდენტობაზე განსაკუთრებით შეყვარებული კომპანიები უდგანან. ასეთები კი არიან ჩვენი პარტნიორები, ბანკი რესპუბლიკა, ახალგაზრდობის წარმატების გარანტი და სამშენებლო კომპანია მოდული, რომელიც აშენებს ჩვენთვის ხალხისთვის და ჩვენთვის მომავალი თაობებისთვის. ახლა კი სიჩუმე მეორე ტურის პირველი შეკითხვა ეკრანზე. რომელია ყველაზე მაღალი მწვერვალი დასავლეთ კავკასიონზე? A. შხარა, B. ტებულო, C. დომბაი ულგენი და D. აგებსთა. მოსაფიქრებლად სულ 15 წამი წამზომი ჩაიგდო. ამოიწურა და ქვრივიშვილი სანდრო, კასპი პირველი საჯარო სკოლა, მე-11 კლასი, რომელია სწორი პასუხი? ხარა. შენ ახლა დარწმუნებული ხარ? ნამდვილად არა. ნამდვილად არა ხარ, მაგრამ გარისკენ. გავრისკენ. და იობიძე თინათინი, ქუთაისი, მე-9 საჯარო სკოლა. დარწმუნებული არ ვიყავი და ამიტომ თავი შევიკავე, მაგრამ ისე მთა აგებსას ფიქრობდი. ასე ფიქრობდი. ამ კითხვაზე სწორი პასუხი თქვენ აღარასოდეს დაგავიწყდებათ, რადგან საუბარია დასავლეთ კავკასიონზე. ახლა გეოგრაფიის მასწავლებლები სიამოვნებით გიყურებენ. ხო გეუბნებოდით რომ ისწავლეთო. მას ჩასე ყურადღებით, სწორი პასუხი ეკრანზე. და სწორი პასუხია C. დომბაი ულგენი. მეორე შეკითხვა ეკრანზე. ჩამოთვლილი სიტყვებიდან იპოვეთ ისეთი, რომელსაც იგივე მნიშვნელობა აქვს, რაც სიტყვა ტაბლას. A. მაგიდა, B. სკამი, C. ტაბაკი, D. ტანდაბალი. მას ასე რას ნიშნავს ტაბლა? მოსაფიქრებლად სულ 15 წამი წამზომი ჩაირთო. ამოიწურა და კაკოიშვილი დავითი, თერჯოლა, მეორე საჯარო სკოლა. ეს არის A. მაგიდა. თქვენ ტაბლა გააქვთ სახში? კი. და რაც შეეხება სისოშვილ გვანცას, ველიციხე, პირველი საჯარო სკოლა. A. მაგიდა. დარწმუნებული ხარ? კი. ესე იგი თქვენს გაქვთ ტაბლა. მას ასე ყურადღებით, სწორი პასუხი ეკრანზე. და სწორი პასუხია A. მაგიდა. მესამე შეკითხვა ეკრანზე. ობობისნაირთა კლასის რომელი წარმომადგენლის შხამია ადამიანისთვის სასიკვდილო? ობობისნაირთა კლასის წარმომადგენელზეა საუბარი. A. ტარანტულის, B. კარაკურტის, C. ჯვრიანი ობობას და D. მეგრული მორიელის. მოსაფიქრებლად სულ 15 წამი წამზომი ჩაირთო. დრო ამოიწურა და ტუნაძე გიორგი, ჩოხატაური, ჩხაკოურას საჯარო სკოლა. მთელი ჩხაკოურა გიყურებს ახლა შენ. მე დავაფიქსირე C. ჯვრიანი ობობას, მაგრამ დარწმუნებული არა ვარ. ჯვრიანი ობობა დააფიქსირე, მაგრამ დარწმუნებული არ ხარ. და კახოიძე მაგდა, ახმეტა, ქვემო ალვანის საჯარო სკოლა, რომელია სწორი პასუხი? მე ჯვრიანი ობობა დავაფიქსირე, არ ვარ დარწმუნებული. მაგრამ არ ხარ დარწმუნებული.
მაშასე ყურადღებით, სწორი პასუხი ეკრანზე. და სწორი პასუხია B. კარაკურთის. საქართველოში არსებობენ კომპანიები, რომლებიც მოსავლე ახალგაზრდობაში სერიოზულ კაპიტალს საკუთარი ინიციატივით, ხაზს უსვამს საკუთარი ინიციატივით, სიამოვნებით აბანდებენ. მაშასე ეროვნულ საქმეში ეტალონს მხარში უდგას სადაზღვევო პროგრამა ჩემები სკოლა, დაეზღვიე სანამ სკოლაში ხარ. ეროვნულ საქმეში ეტალონს მხარში უდგას კომპანია საქართველოს ტელეკომი. ხაზს უსვამს საქართველოს ტელეკომი და არა რომელიმე სხვა კომპანია. 8 სატელეფონო კავშირი, რომელიც ყველა სჭირდება. ახლა კი მონაწილეთა რეიტინგი ეკრანზე. ქრივიშვილი სანდრო 37 ხულა, კაკოიშვილი დავითი 35 ხულა, სისოშვილი გვანცა 22 ხულა, კახოიძე მაგდა 31 ხულა, ტუნაძე გიორგი 29 ხულა, იობიძე თინათინი 29 ხულა. ყველა მონაწილისთვის, მათ შორის ვინც პირველ ტურში მონაწილეობდა, ჩვენი დღევანდელი გადაცემის სტუმრებს თითოეულისთვის საჩუქარი აქვს. თუმცა გამარჯვებულისთვის მაინც განსაკუთრებული. ახლა კი ნახევარ ფინალის მეოთხე შეკითხვა ეკრანზე. ჩამოთვლილთაგან რომელია პირში ფუძე მონაცვლე ზმნა? A. ხარ, B. თხოვ, C. პირდება და D. შევფიქრეთ. საფიქრებლად სულ 15 წამი, იფიქრეთ ქართულენად. წამზომი ჩაერთო. დრო ამოიწურა და აქვე გეტყვით რომ საუბარი იყო პირში მონაცვლე ზმნებზე. მაშასე როგორ ხართ, გნებავთ, როგორ ბრძანდებით, ხალხო. სწორი პასუხს უკვე მიხვდით, მაშასე ყურადღებით, სწორი პასუხი ეკრანზე. და სწორი პასუხია A. ხარ. მეხუთე შეკითხვა ეკრანზე. რა ერქვა რუსეთის დედაქალაქს 1914 წელს? A. კიევი, B. მოსკოვი, C. ლენინგრადი და D. პეტროგრადი. საფიქრებლად სულ 15 წამი, თუმცა მე ვფიქრობ, რომ საკმაოდ მარტივი შეკითხვა, წამზომი ჩაერთო. დრო ამოიწურა და მე დროს აღარ დავკარგავ, პირდაპირ ვეტყვი. სწორი პასუხი ეკრანზე. და სწორი პასუხია D. პეტროგრადი. რეიტინგს ამ თამაში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. მონაწილეთა რეიტინგი ეკრანზე. ქრივიშვილი სანდრო 44 ხულა, კაკოიშვილი დავითი 42 ხულა, სისოშვილი გვანცა 39 ხულა, კახოიძე მაგდა 38 ხულა, იობიძე თინათინი 31 ხულა, ტუნაძე გიორგი 29 ხულა. როგორც ხედავთ, ფინალში გამსვლელი სამივე კონკურსანტის ვინაობა გაირკვა, რაც შეეხება კახოიძე მაგდას, იობიძე თინათინსა და ტუნაძე გიორგის. მე იმედი მაქვს, ამ სტუდიაში ისევ შევხვდებით. ახლა კი სარეკლამო პაუზა, ჩვენ ეთერში მალე დავბრუნდებით, შორს არ წახვიდეთ. ეროვნულ საქმეში ეტალონს მხარში უდგას სადაზღვევო პროგრამა ჩემები სკოლა, ფრიადი.